მოგესალმებით. დღეს, ესე იგი, ხელთ გვაქვს ერთი ადამიანის ზურაბ ფირცხალავას შესახებ დოკუმენტების დასტა. აქ გვაქვს ავტობიოგრაფია, CV-ები, სერტიფიკატები, რეკომენდაციაც კი საფრანგეთიდან. ვცადოთ, რომ ამ მასალების საფუძველზე თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის, რაღაც სურათი შევქმნათ მის გამოცდილებაზე, უნარებზე. კი ბატონო, საინტერესოა ნამდვილად. აი, ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ საკმაოდ დინამიური გზა აქვს გავლილი. ტექნიკური სამუშაოები, მერე უცებ გაყიდვები, სოციალური აქტივობა, საერთაშორისო გამოცდილებაც. მოდი ჩაუღრმავდეთ აბა დეტალებს. დავიწყოთ პირად ინფორმაციით. ზურაბი დაბადებულია 1989 წლის 16 მაისს ქუთაისში, სკოლა ქუთაისის 30 საჯარო, 2009-ში დაამთავრა თან წარჩინებით. ესეც აღნიშნულია. ოჯახური მდგომარეობაც წერია 2017-დან დაქორწინებულია, მშობლები დები. ხო და სკოლის მერე აი პროფესიული განათლებაც ჩანს აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში 2013-2014 წლებში ერთწლიანი კურსი აქვს გავლილი. სატელეკომუნიკაციო სისტემები და ქსელების მართვა. მერე სტაჟირებაც ახალ ქსელებში, ანუ ტექნიკური მიმართულება თავიდანვე იყო. აჰა. ამას ემატება ისე სხვა კურსებიც. პერსონალური კომპიუტერი 2010-ში, მერე ოფისის მენეჯერი 2016-ში და აი შედარებით ახალი 2022-ის სამეწარმეო კომპეტენციის კურსი. ანუ სწავლის პროცესი, ესე იგი, არ შეჩერებულა. კი, ეს საინტერესოა. შემდეგ კი არის ნახტომი საფრანგეთში. 2019-2020 წლები, ცენტრ লিო ლაგრანჟ, ფრანგული ენის კურსები. აქ ერთი დეტალია, ერთ სერტიფიკატში B1 დონე უწერია, მაგრამ იქვე სხვაგან A2 პრაქტიკულ ცოდნაზეა საუბარი, გერმანულზეც A2. ნუ ეს ხდება ხოლმე, ხო? ფორმალური დონე და რეალური გამოყენება. დიახ. და საფრანგეთში ყოფნისას 2021-2022 წლებში მოხალისედაც უმუშავია, მიგრანტებს ეხმარებოდა. აი სეკურს კათოლიკის, ანუ კათოლიკური საქველმოქმედო ორგანიზაციის რეკომენდაციაც თან ერთვის. 2020 წლის. იქ წერია მის ინტეგრაციის სურვილზე, მონდომებაზე. ეს მნიშვნელოვანია უცხო ქვეყანაში. რა თქმა უნდა. ახლა სამუშაო გამოცდილებაზე გადავიდეთ, რომელიც მართლა მოულოდნელობებითაა სავსე. იწყებს მღარავად ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანაში 2009-დან 2014 წლამდე. შახტების და მეტროს ვაგონების ნაწილებს ამზადებდა, წარმოგიდგენიათ, ფიზიკური სამუშაო. ხო. და თან პარალელურად 2009-2010-ში ტექნიკოსი იყო უკრაინული კომპანიის პროექტზე საქართველოში. ქვანახშირზე მომუშავე აგრეგატების რემონტი. ესეც წმინდა ტექნიკურია. კი. და აი აქ ხდება რადიკალური ცვლილება. გადადის გაყიდვებში და მენეჯმენტში. შეფს სილკნეტი 2015-16-დან 2018-მდე. გაყიდვების მენეჯერი და ნახეთ ციფრები. 4000-მდე მომხმარებელი მოიზიდა და კომპანიას თვეში 100,000 ლარზე მეტი შემოსავალი მოუტანა. ეს ნახტომი, ანუ ფიზიკური შრომიდან პირდაპირ ასეთ შედეგიან გაყიდვებზე. რაღაცნაირად, ან ძალიან მაგარი კომუნიკაციის უნარი უნდა ჰქონდეს, ან мотиваცია იყო რაღაც განსაკუთრებული. დოკუმენტები ამის მიზეზს, რა თქმა უნდა, არ გვიხსნის. მართლა შთამბეჭდავია. მერე, ამას მოჰყვა საკუთარი კომპანიის დაფუძნება. ML Taxi საქართველო. დამფუძნებელი და დირექტორი. 2018-2019 წლები. შემდეგ კი 2024-ში ისევ გაყიდვების მენეჯერია. ოღონდ შპეესი Citycom West-ში. აი ეს ბოლო პერიოდი. ტაქსის კომპანია, მერე Citycom West-ი, მერე ვნახავთ ფრილანსერობასაც. ცოტა არასტაბილურობის შთაბეჭდილებას ტოვებს, არა? შეიძლება. თუმცა პარალელურად 2019-დან პარტნიორობს ქართულ სატელეფონო კომპანია Citynet-თან. იქაც 1000-ზე მეტი აბონენტი მოუძიდავს და ასევე საერთაშორისო ჩატბოტების კომპანიასთან, ManyChat. ეს ცნობილი პლატფორმაა ბიზნესები იყენებენ. და 2024-დან, როგორც ახსენეთ, ფრილანსერი ვებ-დეველოპერია. კი. Wix, Velo, HTML, CSS, JavaScript ამ ტექნოლოგიებს იყენებს. და აქვე აღნიშნულია ხელოვნური ინტელექტის AI-ის მიმართ ინტერესი. და სურვილი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებს ტექნოლოგიური გადაწყვეტები შესთავაზოს. ეს აჩვენებს, რომ ცდილობს თანამედროვე ტრენდებს არ ჩამორჩეს. ეს ვებ-დეველოპმენტი და AI. ხომ არ არის ეს რაღაცნაირი დაბრუნება იმ პირველ ტექნიკურ გამოცდილებასთან? შესაძლოა. კი. ოღონდ უკვე თანამედროვე ციფრულ ჭრილში. საინტერესოა, როგორ ერწყმეს ეს ტექნიკური ვექტორი იმ აშკარად ძლიერ კომუნიკაციურ და გაყიდვების უნარებს. და კიდევ ერთი სფერო არ უნდა გამოგურჩეს.
სოციალური აქტივობა. ხო, მართალია. 2015-2017 წლებში კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სერტიფიცირებული ტრენერი იყო. შშმ პირთა უფლებებზე ატარებდა ტრენინგებს. ეს სულ სხვა პლასტია. და 2016-ში, როგორც ჩანს, პოლიტიკაშიც იყო ჩართული, პაატა ბურწულათვის პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის განვითარებაში მონაწილეობდა. კიდევ ერთი განსხვავებული შრე. ხო, ესე იგი, თუ შევაჯამებთ უნარებს, ტექნიკური მხარე გვაქვს, ტელეკომი, ვებ დეველოპმენტი, ჩატბოტები, მენეჯერული, გაყიდვები, ბიზნეს პროცესები და ეწოდება რბილი უნარები. კომუნიკაცია, ტრენერობა, პრობლემების გადაჭრა აშკარად. ენები, ქართული მშობლიური, გერმანული და ფრანგული, A2, ანუ საბაზისო. ინგლისური და რუსული, A1, საწყისი. მაშასე, ამ დოკუმენტებით იხატება ადამიანი, რომელსაც აშკარად არ ეშინია ცვლილებების, მუდმივად ეძებს ახალს, ფიზიკური შრომიდან დაწყებული ტექნოლოგიებით დამთავრებული. გაყიდვები, სოციალური აქტივობა, მრავალფეროვნება მართლა შთამბეჭდავია. ნამდვილად. და განსაკუთრებით ისაა საინტერესო, როგორ შეიძლება ეს სულ სხვადასხვა გამოცდილებები ერთმანეთს დაუკავშირდეს. ტექნიკური ცოდნა, გაყიდვის ალღო, საერთაშორისო გამოცდილება, სოციალური თემატიკა, ახლა ვებ ტექნოლოგიები და AI ინტერესი. ეს არის პროფილი, რომელიც აერთიანებს, რა ვიცი, ხელით კეთების გამოცდილებასაც და ციფრულ კომპეტენციებსაც. და ბოლოს, მოდით კითხვა დაუსვათ ჩვენს მსმენელს. აი ამ უნიკალური მიქსის გათვალისწინებით. ტექნიკური, კომერციული, სოციალური, საერთაშორისო გამოცდილება. თქვენი აზრით, რა ტიპის ინოვაციური ციფრული პროდუქტის ან სერვისის შექმნა შეეძლო ზურაბს? ისეთის, რომელიც მის ყველა ამ უნარს და ინტერესს ორგანულად გააერთიანებდა. საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები.